უკრაინის ომმა აჩვენა, რამდენად მნიშვნელოვანია ძლიერი საჰაერო თავდაცვა, თუმცა საქართველოს მთავრობა ამ მიმართულებით ბევრს არაფერს აკეთებს. თავდაცვის სამინისტრო არ ავრცელებს დეტალურ ინფორმაციას იმაზე, თუ რამდენი იხარჯება კონკრეტულად საჰაერო თავდაცვის და სამხედრო აღჭურვილობის გაძლიერებაზე. გენშტაბის ყოფილი ხელმძღვანელები ამბობენ, რომ მთავრობა არასწორად ხარჯავს თანხებს, რადგან პირველ რიგში საჭიროა არსებული საფრთხეების ანალიზი და მხოლოდ ამის შემდეგ შესყიდვები. მაგალითად, სამხედრო ექსპერტები ამბობენ, რომ საქართველოს უნდა განავითაროს შორს მოქმედი საჰაერო თავდაცვა. ამის ნაცვლად კი სამინისტრო არ ემონტებს მოძველებულ მოიერიშე თვითმფრინავებს. მაგრამ ვინ უნდა მართოს ეს თვითმფრინავები მაშინ, როცა ჩვენი გამოცდილი პილოტები ან სამოქალაქო ავიაციაში გადავიდნენ, ან ქვეყნიდან წავიდნენ. 2022 წელს ჩვენ ვრცელი გამოძიება გამოვაქვეყნეთ იმაზე, თუ როგორაა დაცული საქართველოს ცა. მოქმედი და ყოფილი თავდაცვის მოსამსახურეები მაშინ გვიყვებოდნენ, თუ რა მდგომარეობაშია საჰაერო სისტემები, საფრენი აპარატები და ზოგადად მთელი უწყება. არც ზღვის მხარეა დაცული. საქართველოს სამხედრო აკვატორიას კი ფლობს, მაგრამ მას არ ჰყავს სამხედრო საზღვაო ძალები. სანაპირო დაცვა დღეს პოლიციურ სისტემაზეა მიბმული, არადა პოლიციის ფუნქციები თავდაცვის ამოცანებისგან რადიკალურად განსხვავდება. თუ მაგალითად უცხო ქვეყნის გემი საქართველოს წყლებში შემოვა, რეაგირების შესაძლებლობა ჩვენ პრაქტიკულად არ გვაქვს, რადგან სანაპირო დაცვას სათანადო შეიარაღება არ აქვს, ხოლო თავდაცვითი შესაძლებლობების გამაძლიერებელი იარაღის გამოყენება მათთვის აკრძალულია. დაუცველია ხმელეთიც. საოკუპაციო ზოლის მიმდებარედ პოლიციასა და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის პატრულირება შემცირებულია. ადგილობრივები, რომლებიც საკუთარ მიწა-წყალს საფრთხის პირობებშიც კი არ ტოვებენ, ყვებიან, რომ მთვრალი ოსები, რუსები უკონტროლოდ გადმოდიან საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე, ზოგჯერ მანქანებითაც და იტაცებენ იქიდან ადამიანებს ხან საძოვრებიდან, ხან ტყიდან, ხან საკუთარი ეზოებიდან. 2 წლის წინ სოფელ კირბალში ოკუპანტებმა მოკლეს ლომისას ეკლესიაში მისული თამაზ გინტური. ამ გამოწვევების ფონზე ქართულმა ოცნებამ ისეთი ნაბიჯები გადადგა, რომ ამერიკამ სტრატეგიული პარტნიორობა შეგვიჩერა. შტატების სამხედრო დახმარების შემცირება ნიშნავს, რომ საქართველოს თავდაცვა კიდევ უფრო სუსტდება და ქვეყანა დასავლური მხარდაჭერის გარეშე საკუთარ შეზღუდულ მწირ რესურსებზე რჩება დამოკიდებული.